ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის. ის არ გახლავთ არჩევანი. თუ ჰომოსექსუალი არ ხარ, ასეთად ვერავინ ვერასდროს გაქცევს. შენ უბრალოდ მოგწონს იმავე სქესის წარმომადგენლები, რომელსაც თავად მიეკუთვნები. განსხვავება ის არის, რომ თქვენ ამის გამო არავინ დაგცინებთ, გცემთ და მოგკლავთ. თუ რელიგიური, ეთნიკური ან სხვა უმცირესობების მიმართ რაღაც ემპათია მაინც არსებობს, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ჩემ მიმართ არავითარი თანაგრძნობა არ გააჩნია. ისინი უმალ ისურვებდნენ მათ გვერდით ეცხოვრა კრიმინალს ვიდრე მე. აბა წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება შენინებით აირჩიო ასეთი რთული ცხოვრება. რატომ უნდა მოგინდეს მთელი ბავშვობა გაატარო ზიზღის, დაცინვის, ძალადობის საფრთხისა და სიკვდილის შიშით. რამდენი თქვენგანი აირჩევდა ასეთ ცხოვრებას? ფაქტი ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი თავი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც თქვენ, თუ ასეთი შესაძლებლობა მაინც იარსებებდა, მრავალი ჩვენგანი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ვეღარ გაუძლებდა რა ამდენ სიძულვილს. მე არასდროს მსურდა და არც ახლა მსურს გამოვირჩეოდე ვინმესგან. არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება მომწონებოდა მამაკაცები. მთელი ბავშვობა ვიტანჯებოდი, რომ გულიდან ამომეგლიჯა ეს ლტოლვა, მაგრამ ვერ შევძელი. შემდეგ გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ საღი აზრი, მეცნიერება, სამართალი და ყველა კეთილი ადამიანის სინდისი ჩემ მხარესაა. მხოლოდ სიბნელია ჩემ წინააღმდეგ. მხოლოდ თქვენი წარმოდგენები მაიძულებს ბძულდეს საკუთარი თავი. მე ვუშვებ შეცდომებს, მე არც კარგი ვარ და არც ცუდი. უბრალოდ მე ასეთი ვარ. ასეთი ადამიანი ვარ და ვარ რა ადამიანი, ვარ ყველა ადამიანის თანასწორი. თქვენ კი მაიძულებთ გიყუროთ თვალებში და მეშინოდეს საკუთარი თავის აღიარების. მეშინოდეს ცემის, ძალადობის და არც თუ იშვიათად სიკვდილის. თქვენ მაიძულებთ მოვიყვანოთ ცოლი, რომელსაც ვერასდროს შევიყვარებ ისეთი სიყვარულით, როგორცაც ჩემგან მოელის. თქვენ აიძულებთ მრავალ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მოატყუოს მეორე ადამიანი, რომ მასთან ერთად ცხოვრება და შვილების გაზრდა მოსწონს. მას სხვა გზა არ აქვს, რადგან დაშვებაც კი რომ შენ განსხვავდები სხვებისგან, სასიკვდილო რისკს წარმოქმნის. მე ვიცნობ მრავალ გეის, რომელმაც მოიყვანა ცოლი იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაემალა. საზოგადოებამ ის იძულებით ჩააწვინა ლოგინში იმასთან, ვინც არასდროს შეუყვარდება ეროტიკული სიყვარულით. მაგრამ მთელი სიმართლე იმაში მდგომარეობს, მთელი ცინიკური სიმართლე, რომ ამ ლოგინის მეორე მხარეს საბოლოოდ მოტყუებული ჰეტეროსექსუალები წვანან. თუ თქვენ არ გინდათ იქორწინოთ შეშინებულ გეებსა და ლესბოსელებზე, რომლებიც თქვენ მოგატყუებენ, მოგვეცით ქორწინების უფლება.